გამარჯობათ. დღეს გესაუბრებით შაქრიან დიაბეტზე. რატომ გვემართება შაქრიანი დიაბეტი, რა არის გამომწვევი მიზეზი, ხომ? აგრეთვე ვიღაცას უშაქრო დიაბეტი აქვს, ვიღაცას შაქრიანი დიაბეტი. მოკლედ, ეს ყველაფერი თითქმის, 95% არის ფსიქოსომატური. გსმენიათ ალბათ, რომ ნერვულ სტრესზე დაემართა დიაბეტი, ხო? არის შემთხვევები, როდესაც პირველი ტიპის დიაბეტი, ანუ გენეტიკური, ხო? მაგრამ უფრო ხშირად ემართებათ მეორე ტიპის დიაბეტი, ანუ შეძენილი, ანუ როდესაც არის ნერვული სტრესი, ჩვენი კუჭქვეშა ჯირკვალი ვერ უძლებს ჩვენს ნერვულ სტრესს და ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას სრულყოფილად, ხო? ფერმენტებს ვეღარ გამოიმუშავებს, ინსულინს ვეღარ გამოიმუშავებს, აგრეთვე ვიღაცას ინსულინ რეზისტენტობა აქვს და მაინც რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი? ეს არის ჩვენი გამომწვევი მთავარი მიზეზი, ეს არის ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ძლიერი სტრესი, როდესაც ადამიანი უფრო მეტ სიყვარულს გასცემს და ნაკლებს იღებს, ან ვერ მიიღო ის საჭირო რაოდენობა სიყვარული, ხო? ანუ დისბალანსი აქვს, ანუ სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ადამიანები მარხულობენ, ანუ თრგუნავენ თავიანთ სურვილებს, თავიანთ სხეულებს, აი მათ ძალიან ხშირად ემართებათ შაქრიანი დიაბეტი, ხო? ასე რომ, როდესაც ადამიანი თრგუნავს თავის სურვილებს, თავის სხეულს და ვერ იღებს იმ სითბოსა და სიყვარულს. ანუ ჩვენ ვიცით, ხომ, რომ გავცემთ სითბოსა და სიყვარულს, უნდა მივიღოთ ეს სიყვარულიც, ხო, იმ ადამიანისაგან ან სხვა ადამიანისაგან, ხო? და როდესაც სიყვარულის დეფიციტი გვაქვს და ვერ ვიღებთ იმ საჭირო დოზის, იმ საჭირო რაოდენობის სიყვარულს, მაშინ უკვე ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი კუჭქვეშა ჯირკვალი, პანკრეასი სტრესშია და გვემართება შაქრიანი დიაბეტი. ასე რომ, რითი უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავს ამ დროს, როდესაც გვაქვს შაქრიანი დიაბეტი? პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ანუ ფსიქოლოგიური დახმარება, ხო? უნდა შევამციროთ ნერვული სტრესი, ჩემო ძვირფასებო, და უნდა მივიღოთ ჩვენი ტიბეტური პრეპარატები, ჩვენი უძვირფასესი ლინჯის კაფსულა, შეგვიძლია დღეში მინიმუმ 1 კაფსულა, ან მაქსიმუმ 4 კაფსულა მივიღოთ, შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი უძვირფასესი ჩაი ლიუვეი, მაუძედუნის ჩაი, უკაცრავად დღეში 1 ფინჯანი, ან მაქსიმუმ 3 ფინჯანი, ჭამის წინ 30 წუთით ადრე, ან ჭამის მერე 1 საათის შემდეგ. სასურველია თბილი მიიღოთ, ჩემო ძვირფასებო, და როდესაც არის შაქრიანი დიაბეტი, აგრეთვე ძალიან კარგი არის ჩვენი სუეჩიმფუ, მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვებს, ჩემო ძვირფასებო, აგრეთვე თვალებსაც აზიანებს, ხომ? ბადურის ჩამოშლას აკეთებს და ასე რომ ჩვენი სუეჩიმფუ არის უძვირფასესი შაქრიანი დიაბეტის დროს, დღეში მინიმუმ 1 კაფსულა თბილ წყალთან ერთად, ან მაქსიმუმ 3 კაფსულა თბილ წყალთან ერთად სუეჩიმფუ, სასურველია ჭამის შემდეგ 1 საათის შემდეგ, ან ჭამის წინ 1 საათით ადრე, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ჭამის მერე 1 საათი რომ გავა, მაშინ დალიოთ სუეჩიმფუ თბილ წყალთან ერთად. კი ბატონო, სუეჩიმფუსთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ არ არის სასურველი სხვა სისხლის გამათხელებლები, ანუ ანტიკოაგულანტები რომ მიიღოთ, ან ალკოჰოლი, ან ნარკოტიკიც არ არის სასურველი და მოკლედ ანტიბიოტიკები და სხვა ქიმიური მედიკამენტები, ჩემო ძვირფასებო. აგრეთვე ძალიან კარგი არის შაქრიანი დიაბეტის დროს სპირულინა, ჩვენი კუჭნაწლავის ჯანმრთელობის მშველელი, პირველი მაშველი, ხო? ჩვენი
კუჭნაწლავი რო იყოს ჯანსაღი, ავსებს ჩვენს ორგანიზმს მიკრო და მაკრო ელემენტებით, ამინომჟავებით, აჯანსაღებს ჩვენს კუჭნაწლავს, ასე რომ სპირულინა ყველას გვჭირდება, ჩემო ძვირფასებო. აგრეთვე შეგვიძლია მივიღოთ ვარდის პასტაც, ეს პრებიოტიკები და პრობიოტიკები, როქსბურგის ვარდი, ხო, თუმცა პირველი ტიპის დიაბეტი, ვისაც აქვს, მაინც და მაინც ვარდის პასტა არ, იმიტომ რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოემატათ შაქარი სისხლში. მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი ბატონო, აგრეთვე ძალიან ძვირფასი არის ჩვენი სანცინი. ჩემპიონია, როდესაც ადამიანს აქვს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ან კიბო, ან ინსულინ რეზისტენტობა, ან დიაბეტი, მოკლედ ჩვენი სანცინი აჯანსაღებს ჩვენს კუჭნაწლავს და შაქრიანი დიაბეტი ვისაც აწუხებს, ან უშაქრო დიაბეტი ვისაც აწუხებს, მათთვის მოკლედ უძვირფასესია და შეუცვლელია ჩვენი სანცინი. შეგვიძლია მივიღოთ დღეში ერთი ფლაკონი მაინც სასურველია ჭამამდე ჯერ თბილი წყალი მივიღოთ ერთი ფინჯანი და სანცინი პირში გავიჩეროთ დაახლოებით 2-3 წუთი და შემდეგ გადავკლაპოთ, ხოლო 30 წუთის შემდეგ ვისაუზმოთ დილით. ჩემო ძვირფასებო, შეგახსენებთ, რომ კუჭნაწლავი, ესე იგი, დილის 7 საათზე იღვიძებს კუჭი და 2 საათიანი აქტიურობა აქვს დილის 7 საათიდან დილის 9 საათამდე. აი ამ დროს უნდა ვისაუზმოთ ჩვენი კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა მაგ დროს აქტიური არის, ხოლო საღამოს 9 საათზე კუჭი იძინებს. ამიტომ საღამოს 9 საათის მერე არ უნდა ვჭამოთ საჭმელი და უნდა მოვემზადოთ დასაძინებლად, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები ძვირფასებო. აგრეთვე კიდევ გვაქვს ჩვენ ელექსირი ფენიქსი, გვაქვს 3 ძვირფასეულობა, რა თქმა უნდა, ისინიც ძალიან ძვირფასი და სასარგებლოა, როდესაც არის შაქრიანი დიაბეტი, შეგიძლიათ დილით სანცინი მიიღოთ, შუადღისით ტრიდრაგაციანოსი, ანუ 3 ძვირფასეულობა, ხოლო საღამოს სანამ დაიძინებთ 2 საათით ადრე მაინც ელექსირი ფენიქსი. აი ეს ასეც შეგიძლიათ მიიღოთ, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას პრეპარატების შესაძენად და ბიორეზონანსული კვლევისთვის, ან ვისაც ფიზიოთერაპია გნებავთ, შეგიძლიათ დამირეკოთ ტელეფონზე. ეს არის 571-24-08-37 და ჩაეწეროთ ჩემთან ვიზიტზე. ასე რომ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.